ჩრდილოეთიდან, კერძოდ ბრიტანეთიდან, უფრო ზუსტად კი მისი უმაღლესი სასამართლოდან გასროლილმა ანტი-LGBT ყუმბარამ პლანეტის უკიდურეს სამხრეთამდე, ანუ ახალ ზელანდიამდე მიაღწია და პირდაპირ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით მოწამლულ ჭაობში გაადინა ზღართანი. ყუმბარას კი ეწერა, ქალი არის მხოლოდ ბიოლოგიური ქალი, ხოლო კაბიანი და პომადიანი მამრი ტრანსგენდერები ჩვეულებრივი ბიოლოგიური კაცები არიან. ცნობისთვის ახალი ზელანდია ათეულობით წელია ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და მათი ფლობელი ამერიკული ოლიგარქიული ოჯახების ექსპერიმენტალურ ქვეყანას წარმოადგენს, სადაც ისევე როგორც ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ LGBT მეგობრულ ქვეყნებში მიმდინარეობს უსქესო, ურწმუნო და უეროვნებო ტრანს საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც თანასწორობისა და ადამიანის უფლებებით შეფუთული გენდერული შიზოფრენიითაა გაჯერებული. და ასეთ LGBT ოაზისში უეცრად მოდის ცნობა, რომ იმპერიის ცენტრში გამოსცეს კანონი, რომელიც მთელ ამ საყოველთაოდ გაპიარებულ და დამკვიდრებულ სტანდარტებს არათუ თავდაყირა აყენებს, უბრალოდ აუქმებს. პირველი ამ LGBT ჭაობის დაშრობას ახალი ზელანდიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი პატარა მემარჯვენე პარტია სახელწოდებით ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა შეეცადა. მისმა 11 დეპუტატმა სასწრაფოდ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კანონიერ ქორწინებაში მყოფი ქალი და მამაკაცი განისაზღვრება მხოლოდ ბიოლოგიურ ქალად და ზრდასრულ ბიოლოგიურ მამაკაცად. ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქორწინება უნდა განისაზღვროს როგორც მხოლოდ ბიოლოგიური ქალისა და ბიოლოგიური მამაკაცის ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორი პარტია ყველაზე პატარაა სამთავრობო კოალიციაში, მას თავისი პარტნიორების მხარდაჭერა აღმოაჩნდა. ცნობისთვის, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ახალ ზელანდიაში პოლიტიკურმა ნიავმა მარჯვნიდან დაუბერა, რამაც მაორების ქვეყანაში კონსერვატიული მსოფლმხედველობის გამოგვიძების შანსი გააჩინა. ახალი ზელანდიის ვიცე-პრემიერი და იმავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი უინსტონ პეტერსი კოალიციური პარტნიორების შემოთავაზებულ კანონპროექტს ბიოლოგიურ რეალობას უწოდებს და აცხადებს, რომ ის საშუალებას მისცემს ქვეყანას თავი დააღწიოს ვოუკიზმის იდეოლოგიას, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამეფებული იყო ქვეყანაში და ძირს უთხრიდა ქალთა დაცვას, პროგრესსა და უსაფრთხოებას. ბუნებრივია, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ახალ ზელანდიაში ასეთი სიახლეებითა და ინიციატივებით ბედნიერია. თუმცა ჯერჯერობით მაინც ყველაზე მეტი ხმაური და უკმაყოფილება ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერებისგან ისმის. შეჩვეულის გადაჩევა როგორ რთულია ხომ მიცით? ის იყო, რომ ამ საყოველთაო გარყვნილების პროპაგანდამ თითქმის მთელი საზოგადოება დააჯერა ამ გენდერულ შიზოფრენიაში, რომ ერთ წამში ყველაფერი თავზე დაენგრათ. ამ ყველაფრის გადახარშვას კი ნამდვილად დასჭირდება დრო. დრო, რომელიც მსოფლიო ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, გარყვნილი ცხოვრების მოყვარულებს არც ისე ბევრი აქვთ. ახალი ზელანდია ბევრისთვის ცნობილია სარაგბო ნაკრების წარმატებით, მათი ტრადიციული საბრძოლო ჰაკას შესრულებით. მოკლედ, ერთი შეხედვით ქვეყანაა, სადაც ტრადიციები წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. მაგრამ არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. LGBT ლობიმ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულამდეც მიაღწია და არა უბრალოდ მიაღწია, არამედ მოწინავე ქვეყანადაც აქცია LGBT სიყვარულში. ახალ ზელანდიაში ჯერ კიდევ 1986 წელს ამოქმედდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ლეგალური გახდა 16 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცებს შორის სექსუალური ურთიერთობა. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მამაკაცებს ერთმანეთთან სქესობრივი კავშირისთვის აღარ ემუქრებოდათ სისხლის სამართლებრივი დევნა და თავისუფლების აღკვეთა. ქალებს შორის სქესობრივი კავშირი კანონით არც მანამდე ყოფილა აკრძალული, თუმცა რატომღაც მაშინდელი ფსევდოუფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ლესბოსელებიც სოციალურ დისკრიმინაციას ისევე განიცდიდნენ, როგორც გეი მამაკაცები, რის გამოც აქტიურად უჭერდნენ მხარს ზემოთხსენებულ რეფორმას. ნელ-ნელა ახალი ზელანდია ყალიბდებოდა LGBT ოაზისად, მაგრამ რჩებოდა ერთი ნიუანსი. ერთნაირ სქესიანთა ინტიმური კავშირი აღარ ისჯებოდა, მაგრამ არც იურიდიულად იყო დაკანონებული მათი ოფიციალურად დაქორწინების საკითხი. ზელანდიელებმა ეს ხარვეზიც გამოასწორეს და 2013 წლის აპრილში ქვეყანაში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.
დღეს ახალ ზელანდიაში LGBT თემის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროში მაღალ პოზიციებზე მუშაობენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არიან. სწორედ ახალ ზელანდიას ყავდა მსოფლიოში პირველი ღიად ტრანსგენდერი პარლამენტარი და ის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე ინტერსექსუალების დროშა აღმართა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს მრავალფეროვან LGBT ღონისძიებებს, როგორიცაა პრაიდის კვირეული, აღლუმები, კინოფესტივალები და საზაფხულო ბანაკები. საქველმოქმედო ორგანიზაციის საფარქვეშ მომუშავე Inside Out-ი ყოველწლიურად ატარებს შეკრებას სახელწოდებით Shift, რომელიც ქვიარ ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ტრანსქალი სპორტსმენიც მსოფლიოს სწორედ ახალმა ზელანდიამ აჩუქა. ლორელ ჰაბარდი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და შედეგად LGBT ლობიმ შექმნა პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო ოლიმპიადებზეც აქტიურად რთავდნენ შეჯიბრებში ტრანსებს. ახალი ზელანდიის ტრანსქალ წარმომადგენელს ლორელ ჰაბარდს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ძალოსნობაში 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეცვალა და დაამტკიცა ახალი წესები, რის მიხედვითაც თუ ტრანსების ტესტოსტერონის დონე განსაზღვრულ ზღვარს არ აღემატებოდა, მათ შეეძლოთ ეასპარეზათ ქალთა კატეგორიაში. ასე მოგვევლინა კაცი ქალებს შორის. დიახ, ნამდვილად კაცი. ჰაბარდი მანამდე მონაწილეობდა მამაკაცთა კატეგორიაში, სანამ 2013 წელს საჯაროდ განაცხადებდა, რომ ტრანსგენდერია. შემდეგ კი როგორც LGBT ლობისტების სცენარის მიხედვით ხდებოდა, ზუსტად ისე მოხდა. უბრალოდ განცხადების და იმის მტკიცების საფუძველზე, რომ კაცები ქალებად გრძნობდნენ თავს, მათ ქალთა კატეგორიაში ასპარეზობის უფლებას აძლევდნენ და ასეთი სამარცხვინო მაგალითები სპორტული ღონისძიებების ისტორიაში უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი საზოგადოება აცხადებდა, რომ კაცქალა ჰაბარდს უსამართლო უპირატესობა ჰქონდა ნამდვილ ქალ ძალოსნებთან შედარებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მთელი LGBT მყარებლები ეგრეთ წოდებულ ინკლუზიურობას უჭერდნენ მხარს და ვერც უსამართლობას ხედავდნენ. თავად ტრანსმა სპორტსმენმა კი მაშინ განაცხადა: მადლიერი ვარ იმ სიკეთისა და მხარდაჭერის გამო, რომელიც ამდენმა ახალ ზელანდიელმა გამოხატა. კრიტიკოსები მიუთითებდნენ ტრანსქალის ბიოლოგიურ უპირატესობებზე, რომელიც მამაკაცურ პუბერტატს უკავშირდებოდა, მაგალითად გაზრდილ, ძვლოვან და კუნთოვან სიმკვრივეს. თუმცა ახალი ზელანდიის მთავრობა და ქვეყნის სპორტული ორგანოები ჰაბარდის ოლიმპიადაში მონაწილეობას მხარს უჭერდნენ. ლორელი არა მხოლოდ მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებს შორისაა თავის კატეგორიაში, არამედ სრულად აკმაყოფილებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს, მათ შორის IOC-ის ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ განცხადებაში მოცემულ მოთხოვნებსაც. განაცხადა მაშინ ახალი ზელანდიის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენის გამოჩენამ LGBT თემში და მათ მყარებლებში ერთიორად გაზარდა ახალი ზელანდიის პოპულარობა. 2023 წელს ონლაინ გამოცემა Lonely Planet-მა ახალი ზელანდია პლანეტის ყველაზე გეი მეგობრული ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზე დაასახელა. 2025 წელს ოკლენდი კი გეი მეგობრულ ქალაქებს შორის მესამე ადგილზე გავიდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი ზელანდია გახდა LGBT მედროშე ქვეყანა, მაგრამ LGBT ლობისტების გეგმების არევა ამერიკის 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო. მართალია ტრამპის ბრძოლა LGBT პროპაგანდასთან საკმარისი არ აღმოჩნდა ზელანდიელების გამოსაფხიზლებლად, მაგრამ როდესაც ამერიკას გაერთიანებული სამეფოც ახვა და ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ქალის სამართლებრივ განმარტებად ბიოლოგიური სქესი განსაზღვრა და არა გენდერული იდენტობა, მაშინ კი დაიწყეს ახალი ზელანდიის კანონმდებლებმა ფიქრი, ხომ არ მოვიდა LGBT პოლიტიკაში კორექტივების დრო. ახალი ზელანდიის კოალიციურ მთავრობაში შემავალმა ერთ-ერთმა პარტიამ, სახელწოდებით ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა, შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა ბიოლოგიური სქესის საფუძველზე კანონით განისაზღვროს ქალის მცნება. აღნიშნული ინიციატივა პარტიამ ჯანსაღი აზროვნების დაბრუნებად და ვოუკ იდეოლოგიის უარყოფად შეაფასა. პარტიის წევრებს სურთ, რომ კანონით ქალი განისაზღვროს როგორც ადამიანი ბიოლოგიური მდედრობითი სქესით, ხოლო კაცი როგორც სრულწლოვანი ადამიანი ბიოლოგიურად მამრობითი სქესით. პარტიის ლიდერმა უინსტონ პიტერსმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ბიოლოგიურ რეალობას ასახავს და იურიდიულ სიცხადეს უზრუნველყოფს.
ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა დაშორდეს ვოუკ იდეოლოგიას, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემოაღწია და დააზიანა ქალთა უფლებების დაცვა, განვითარება და უსაფრთხოება. მან ასევე თქვა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო განსაზღვრებით იბრძვიან იმ მავნე სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ვოუკ უმცირესობამ საზოგადოებისკენ მიმართა. მისი აზრით, ასეთი კანონმდებლობის საჭიროება აჩვენებს, თუ სადამდე მიიყვანა მორალურად დაბნეულმა მემარცხენე პოლიტიკამ ქვეყანა. ჩვენ ვიბრძვით. ეს კანონპროექტი არის საღი აზრის გამარჯვება. პარტია ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა კოალიციის ყველაზე მცირე წევრია, რომელსაც 123 კაციან პარლამენტში მხოლოდ 11 მანდატი აქვს. მაგრამ აღნიშნული თემის წინ წამოწევა და კანონპროექტის წარდგენა ნამდვილად დასტურია იმისა, რომ დასავლური ქვეყნების მსგავსად ახალ ზელანდიაშიც აღარ სურთ LGBT ტყვეობაში ცხოვრება. ზელანდიელი პარლამენტარების ინიციატივა რამდენიმე დღეში მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქალები კანონით განისაზღვრებიან ბიოლოგიური სქესის საფუძველზე. ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზომი, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვთ ძლიერ დასავლურ ქვეყნებს იდეოლოგიურ ბრძოლაში. როგორც კი ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოუცხადა ბრძოლა LGBT გარყვნილებას, მას ახვნენ დიდ ბრიტანეთშიც და ყინულიც დაიზრა. სულ უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს დაუბრუნდეს ტრადიციულ ღირებულებებს. ახალი ზელანდიის ეს პატარა, მაგრამ ძალიან ეროვნული პარტია ქალების ბიოლოგიური სქესის მიხედვით განსაზღვრასაც ითხოვს და პირდაპირ ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილების ზელანდიაში გადმოტანისა და დაკანონების ინიციატივით გამოდის. ისე რომ დავუფიქრდეთ, როგორც კი ელემენტარული ჭეშმარიტება, ანუ ქალი რომ ბიოლოგიური ქალია, უმაღლესი სასამართლოს მიერ დაკანონდა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ყველანაირ უკუღმართობას და არანორმალურობას აზრი დაეკარგა. ტრანსგენდერიზმსაც არსებობის საფუძველი გამოეცალა და ასეულობით სქესის არსებობის შესახებ გამოგონილ შიზოფრენიაცაც. ეს ყველაფერი კი უკვე მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ LGBT სტანდარტები არავითარ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ რეალობაზე არაა დაფუძნებული. ეს ყველაფერი არის სიცრუე და საპნის ბუშტი, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით სკდება სხვადასხვა ქვეყანაში. ვერასჩევთ ხშირ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ასეა, ჭეშმარიტება არის სიმარტივეში. ღვთის მიერ შექმნილი ქალი და კაცი სრულიად საკმარისია სამყაროს ასახსნელადაც და სიცოცხლის გასაგრძელებლადაც. ყველაფერი დანარჩენი კი ხელოვნურად გამოგონილი ბოროტებაა ადამიანების დასაპირისპირებლად. დროებით.